ეკლესიაში საკურთხეველში რაც ხდება, იქ როგორც წესი ისინი არ შედიან, ვინც არ მონაწილეობს. რისი თქმა უნდა, ეს კი არ არის ამის წინააღმდეგ შინაარსებს აუქ. ამას რო ვაკეთებ, ყოველ სასურველია რომ სხვაც აკეთებდეს, იმიტომ რომ ამის შინაარსი ზუსტად ეგ არის, რომ ერთი არ უნდა აკეთებდეს. რაღაცა ქმედებების თანმიმდევრობა არის. ყველაფერს მნიშვნელობა, ეს ხელები რო ვიწერებს, იმასაც მნიშვნელობა. რატომ უნდა დაიჭირო ეს ხელები, რომ რაღაცა ენერგეტიკულ დონეზე ხდება. მარჯვენა მარცხენა, რა მარჯვენა, რა მარცხენა, ორის მარჯვენა, რის მარცხენა, აბა რა და დედის ხარ და მამის ხარ. განსხვავება მარჯვენა მარცხენა ნიშნავს გამარჯვებული, დამარცხებული. მე რა ეცხეულში გამარჯვებული და დამარცხებული, რატომ მომყავს, აბა რა და დედა და მამა. ხო, რატომ ასე? იმიტომ შეგვიძლია და მათი სიყვარულის ნაყოფი. ანუ დედა და მამა დაყოფა უფრო ბუნებრივია. ეგ ერთი. ანუ არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს ზოგადად. პატივისცემა დედაზე ამას თქომარება. მე რეიწყებ უკვე გადავდიხარ დაგუნაზე. აქ რაღაცები მოგონილია უკვე და იმას მივყვება. თავიდან აღვხსნი ხარ, რას ვაკეთებ, უბრალოდ მივყვება. შესაძლოა ანიმაციით ყურადღება ჯერჯერობით რაც გამოდის ის იყოს. მე კითხულობ ტექსტს. ამ ტექსტს რაღაც მნიშვნელობა აქვს. ჯერ ისე უბრალოდ გავაჟღეროთ. maybe აზრი არის, ხმოვნები და თანხმოვნები ეს გვაქვს, ხმოვნები გვაქვს, თანხმოვნები გვაქვს გერები და თურმე შეიძლება იყოს გერის რაღაცა რასაც შეიძლება გერის კარიბჭეები და არქვა, მე თურმე კიდე გერები ბრუნავენ და შეიძლება კიდე გადაბრუნონ, ანუ ბრუნვა ერთი არის და გადაბრუნება ცოტა სხვა რამეა. ეს რა არის, მე შეიძლება გავარკვიეთ. კიდე წერია ტრიალი, ბზრიალი, წრიალი, ეს არის რა არის და ბრუნვები არის. მე სხვადასხვა ბრუნვებია. მაინც ტრიალიო ბრუნვა არის, ვთქვათ, შეიძლება ერთის გარშემო იყოს ბზრიალი, შეიძლება ორის გარშემო იყოს წრიალი, შეიძლება უფრო მეტის. თანო ტრიალიო შეიძლება უნელი იყოს ბზრიალი უფრო სწრაფი და წრიალი კიდე უფრო სწრაფი. ანუ რაღაც სხვადასხვა სახის ბრუნვები არის. მოგეთ აქ გვაქვს ხმოვნები, თანხმოვნები და რაღაც გერის ბრუნვები. გერები, გერის კარიბჭეები, გერის ბრუნვები და გადაბრუნვები ტრიალის კარიბჭეები. სიტყვებია, რომელსაც შეიძლება რაღაც მნიშვნელობა გქონდეს. ორჯერ გავიარეთ აღნიშნავს. ეხლა 5-ო ხმოვანიო და 20-ო და 8-ო თანხმოვანი. ანუ ეხლა რაც გვაქვს ხმარებაში. ამბანი იმაზე საუბარი. 33 ასობგერა. 5 ხმოვანია და 28 თანხმოვანია. მე თანხმოვნები რატომღაც ესე განაწილდა, რატომღაც ჯერჯერობით ესე იყოს 12 დედის მხარესო, ანუ მარცხენა სასაცმლის სახით და 16 მამის მხარესო. დედის რა არის და მთვარე მამისიო მზელა. ესე იგი მთვარე 12-ად იყოფა და მზე 16-ად. კაი, ეს ისეა. მე 5 ხმოვანიო და რამდენიო და 5-ო. აი 5 თითი და 5 ხმოვანია. ჯერო ვაო, პირველი ხმოვანიო პირველი ასობგერო ხმოვანთა და თანხმოვანს შორის, ანუ საწყისია. კაი, კი ბატონო. ხო, როგორ გადავთვალოთ თითების ხმოვნები და ჯერო საწყისიო. ყველა ბგერისთვის საწყისი არის. მერე ხმოვნებს შორის მოდის შემდეგი თითი ყველა თითი სხვადასხვა ზომისა, სხვადასხვანაირად არის ხელზე მიმაგრებული და როგორც ყოფილს ძალაუნებად სხვადასხვა ხმას გაძლევს. ეხლა თანამედროვე გაგებით, მუსიკალური გაგებით შეიძლება თქვა, რომ შეიძლება სხვადასხვა ნოტი იყოს. კი ბატონო, ეს გვაწყობს, იმიტომ რომ რაღაცას გვაძლევს. მე ხმოვნებს შორის კიდე რა ახდება. ხო, ეს არის დიდი თითი და
პირველი ხმოვანი, მე დანარჩენი მოდის, ანუ დიდი თითი ყველასთან კავშირშია, ანუ ყველასთან კავშირშია. მე ეს თანხმოვნები მოდის, ეხლა უბრალოდ სწრაფად დავდივართ, იმიტომ რომ ამაზე მე სხვა დროს დიდი რაღაცების დამატება შეიძლება ის რაც თანათან შეიძლება გავარკვიოთ და გავაცნობიეროთ. 12 თანხმოვანი, 16 თანხმოვანი. ეს მარტივი თანხმოვნებია ბავშვი, რომელსაც ბავშვი დედასთან სწავლობს და თული თანხმოვნები, რომელსაც ბავშვი მამასთან სწავლობს. ეს პირობითი არის, არავინ არაფერს არ ამტკიცებს. მე რო უკვე მოდის სასიმღერო ტექსტი, რომელიც უკვე დამასრულია იმის დამეთქებით, რაც აქამდე გამოსtildeეთ. ფიტებზე გადანაწილებით ხმოვნები. ფერების მითითებით. შავი არის, წითელი, მწვანე, ლურჯი, უხვითელი. და ეს შეიძლება დაგეხმაროს, რომ უსებიცნო ხმოვანი. არის მექვის თავისიდან ტექსტი ერთ-ერთი თავი არის, როდესაც ავთანდილი ვარსკვლავის უყვება თავის ბუნებას, ეს იწყებია სათაურში. ესენში დაიგზავნა და მე დაიწყო. Кто там? Кай савардишвили. ზავარჯიშო. Одარ თული ნერებით. მიცა. აჰა. თვითონ პრაქტიკა არის რთული, ანუ იმდენად რთული და საინტერესო არის, რომ ბევრ რაღაცას შეიძლება დაგეხმაროს რა, თვითონ არის წარმოიდგინეთ, რომ ერთმანეთს რომ გურჯიერი და შოთა რუსთაველი შეარწვა. ანუ გამოდის ის, რომ საკუთარი გონების სრული მართვა და კონცენტრაცია გჭირდება ტექსტთან მიმართებაში და შენ თითებთან მიმართებაში, ანუ სწორად უნდა წარმოთქვა, რომ იგრძნო მთლიანი ენერგია და შექმნა ის მელოდიურობა, რაც თვითონ ამ ლექსთან აქვს. და ეს არის ძალიან ესეთი, ერთჯერადი პრაქტიკით ესე რთული არის ამის მიღწევა ზოგადად და ჭირდება უფრო მეტი დეტალიზაცია, მეტი დრო და საკუთარ გონებაში ეს ქაოსი რაც არის სხვა რაღაცებზე ფიქრი, სხვააფერი ეს უნდა გაუშვან და ამიტომ არის ასევე მედიტაციური პრაქტიკაც და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პრაქტიკა არსებობდეს და ჩემი ხედვითაც და მამუკას ხედვითაც თვითონ ეს არის ფუნდამენტური ეროვნული საგანძური კიდევ სხვანაირი გადააზრება. რაც ჩვენ გვაქვს ახლა კვლევა.